ბელ, ბელ. რა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის, რომელთაც ერთნაირი მნიშვნელობა აქვს და ჟღერადობაც ერთნაირი აქვს. იდეაში ეს ორი სხვადასხვა სიტყვა არ არის. ეს ზედსართავის სახელის ბოს ორი განსხვავებული ფორმაა. ჩვენ ვიცით, რომ მამრობითი სქესის არსებით სახელებთან, რომლებიც იწყებიან თანხმოვნებით, ვიყენებთ ბოს. მაგალითად, un beau livre, ლამაზი წიგნი. ანუ livre, რადგან მამრობითი სქესია და თანხმოვნით იწყება, bo გამოვიყენე. იმ მამრობითი სქესის არსებით სახელებთან, რომლებიც მუნჯიაშით ან ხმოვნებით იწყებიან, უნდა გამოვიყენოთ ბოს ნაცვლად bel. მაგალითად, un bel appartement, ლამაზი ბინა. appartement მამრობითი სქესია და a ხმოვნით იწყება, ამიტომ გამოვიყენეთ bel, აი ესეთი bel. ხოლო დედრობითი სქესის არსებით სახელებთან ვიყენებთ აი ასეთ bels, bel. მაგალითად, une belle voiture, აი ესეთი bel, რადგან voiture არის დედრობითი სქესის არსებითი სახელი. თუ გაკვეთილი კარგად გაიგეთ, კომენტარებში დამიწერეთ un bel hôtel, რომელ belს გამოიყენებთ, bel თუ belle.